იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ცხოვრობდნენ ტკბილად ერთ ოჯახში. მამა, დედა და შვილი. ერთხელ შვილი მივიდა მამასთან და უთხრა: მამიკო, ჩუჩულიკები რა ზომა გაქვს? მამამ განცვიფრებული შეხედა და უპასუხა: შვილო, შენ შიცი ხო არა ვიქე? რამ გამოგაყლევა ამხელად მოგუხარბლად მოდიხარ რაღაცებს მეკითხები? ამის თაობაზე ძალიან გაუკვირდა დედამისსაც და ჩაერთო ლაპარაკში. თქვენ სულ გამოყლევდით ხალხო? ნუ როგორ შეიძლება ამდენი რა ბლად რა? შვილი მივიდა და უთხრა: შენ ვაფშე რო არ გეკითხები, ამ რას მას მოიგებ, რა შენ მოგიწყნავდეთ ის მუცავს და ეს ხალეკალა შენ და მისმენ დას მიხურებ შენი დედა შევეცის ბლად შეგამოყლევდნენ და გამაგიზებენ და მამა მამაზე არაფერი არ თქვა. ამ დროს დედას ძალიან ეწყინა, მამა გაიყვანა ოთახში და უთხრა: იცი რა, საერთოდ მე გადავწყვიტე თანჯიდან გადავხდე რა. აღარ შემიძლია ამ ბავშვთან ერთად ცხოვრება რა. შემხლეს თუ კიც არ გადახდები რა, შენც ხო ეხა ხარ რა დედი შენისა რა. გაუგთხმია დედის მუტელი ეხლავე გადახდი თუ კიდე. კოჩა ხო, მაგას მოველოდი მე შენგან ზუსტად. მე ამართლა აღარ შემიძლია ამ ბავშვის ატანა. უცებ კარები გაიღო და შემოვიდა პატარა გოგონა. ჩორავთ რა, თქვენი დედა შევეცი. ჩორ გამოგჩნით ხელებს თქვენ ბოზიშვილებო თქვენ ერთხელ იქნება. რას მიყურებ შენი დედა მოხდა? რა? მამა გაჩუმდა, დედიკოც გაჩუმდა და არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ მეთქვათ: შვილო, შენ ნამდვილად შიგა გაქვს. შიკი არა, მაგას ყლე უნდა მე ვიცი რა. და ჩემ ყლეს იმიტომაც არ გასგებხარ, შენ ვინ მოგთმავს, შენი დედა მოგთმავს. უსმინეთ ზღაპრებს ყოველ დღე საღამო